შეჯიბრიდა კონკურენცია ამოძრავებს კაცობრიობას და იმავდროულად განაპირობებს პროგრესს. ადამიანები, ქალაქები, სახელმწიფოები მუდმივად ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველგან და ყველაფერში. სპორტში, წარმოებაში, მომსახურებაში, ბიზნესში, სწავლაში და თქვენ წარმოიდგინეთ LGBT გარყვნილების პროპაგანდაშიც კი. კონკრეტულად LGBT შეჯიბრი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გამძაფრდა. რაც ამერიკაში მხოლოდ 2 სქესის, ქალისა და მამაკაცის არსებობა დაკანონდა, მთელი LGBT ლობისტები, დამფინანსებლები და ტრანსფონდების დონორები ევროპულ ბაზარზე გადაბარგდნენ. ევროპაში თავისი გარყვნილი საქმიანობის გაფართოებასთან ერთად მათ მიზანს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება წარმოადგენს. ამ დაპირისპირებით ისინი ცდილობენ დაუმტკიცონ ტრამპს, რომ რისი გაკეთების საშუალებაც არ მოგვეცი შტატებში, ჩვენ ორჯერ მეტი მასშტაბით გავაკეთებთ ევროპაშიო. შეჯიბრის იდეაც ესაა, გააკეთონ ყველაფერი საპირისპირო იმისა, რასაც აკეთებს მათი მტრად-ქცეული პრეზიდენტი. ამ ეგრეთ წოდებულ LGBT შეჯიბრში ჩართულნი არიან ევროპული ქვეყნების ლიბერალური ხელისუფლებებიც. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობს შოტლანდია. გახსოვთ ხომ ერთი თვის წინ შოტლანდიაში ვითომ ქალებად გადაკეთებულ მამრებს საჯარო სექტორში ქალთა დასაქმებისათვის გამოყოფილი კვოტებით სარგებლობის უფლება რომ მისცეს. ტრანსი ქალებიც ხომ ჩვეულებრივი ქალები ხართო და ეს კვოტები თქვენიცაო. ისიც გემახსოვრებათ, რამხელა სკანდალი მოყვა ამ სულელურ გადაწყვეტილებას შოტლანდიელ ქალებში. ფემინისტები აქციაზე, დანარჩენები სასამართლოში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. და აი ახალი კვლევები ისევ შოტლანდიიდან, რომელიც ისევ LGBT ადამიანების პირველ რიგში ტრანსგენდერების ხელშეწყობას ეხება. ისევ და ისევ დასაქმების მიმართულებით. ჩატარდა ეგრეთ წოდებული მრავალფეროვნების კვლევა, რომელმაც ყველა საღად მოაზროვნე შოტლანდიელი წესით შოქში უნდა ჩააგდოს. გაიგო რომ თუ ხარ ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი და მუშაობ შოტლანდიის საჯარო სექტორში, გაცილებით იოლად მიიღებ დაწინაურებას, ვიდრე შენი ჯანმრთელი კოლეგა თანამშრომელი. კვლევა გვამცნობს, რომ გასულ წელს LGBT საჯარო მოხელეების 19%-მა მიიღო მნიშვნელოვანი დაწინაურება კარიერული მიმართულებით. შედარებისათვის ეს მაჩვენებელი ჰეტეროსექსუალ საჯარო მოხელეებს შორის მხოლოდ 12%-ია, რაც ნიშნავს, რომ LGBT თანამშრომლების დაწინაურების ალბათობა შოტლანდიაში 58%-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. და როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ასეთ გაუკუღმართებულ ვითარებას ერთ დროს ტრადიციული ღირებულებებით მცხოვრებ შოტლანდიაში? რა იწვევს და ის, რომ ზუსტად ანალოგიური ვითარებაა შოტლანდიის მთავრობაშიც. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ LGBT საჯარო მოხელეებს შოტლანდიის მთავრობაში თითქმის 50%-ით მეტი აქვთ დაწინაურების შანსი, ვიდრე მათ ჯანმრთელ კოლეგებს. სამსახურებში აყვანისას უპირატესობას ანიჭებენ ქვიარ ადამიანებს. სოციალური შეღავათები ყველაზე მაღალი და მრავალფეროვანი მათ აქვთ. საუკეთესო დაზღვევის პაკეტები და სამედიცინო მომსახურება მათია. ახლა კიდევ კარიერული წინსვლის პერსპექტივაც მათი პრივილეგია გახდა. კვლევამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეალობა წარმოაჩინა. გაირკვა, რომ შოტლანდიის მთავრობაში გაცილებით მეტი ურწმუნო ათეისტია, ვიდრე მორწმუნე ადამიანი. ესეც პირდაპირ პროპორციულად გეებისა და ტრანსების დასაქმებითაა გამოწვეული. ამ გაუკუღმართებული ადამიანების უმრავლესობა ხომ უკეთეს შემთხვევაში ათეისტია, უარეს შემთხვევაში კი სატანისტი. წლების განმავლობაში შოტლანდია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრო-LGBT ქვეყანად იქცა. ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად აისახა საჯარო სამსახურებზეც. ბოლო მონაცემების მიხედვით შოტლანდიის მთავრობაში მომუშავე LGBT საჯარო მოხელეები 50%-ით უფრო ხშირად წინაურდებიან, ვიდრე მათი ჰეტეროსექსუალი კოლეგები. დივერსიფიკაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთავრობაში მყოფი შოტლანდიის ეროვნული პარტიიდან ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი საჯარო მოხელეების თითქმის მეხუთედი, 18,9% დაწინაურდა. იმავდროულად მათი ჰეტეროსექსუალი კოლეგების მხოლოდ 12,8%-ს მიენიჭა იგივე სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ LGBT თანამშრომლებს დაწინაურების შანსი გაცილებით მაღალი აქვთ. არ იფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან. არა, უბრალოდ ასე მუშაობს LGBT ლობი. წამოწიონ წინ, რაც შეიძლება მეტი გეი, ლესბოსელი, ტრანსი თუ ასე შემდეგ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შოტლანდიის მთავრობის რეგიონული თანამშრომლების 10% LGBT პირია. დოკუმენტის მიხედვით შოტლანდიის საჯარო სამსახურებში LGBT თანამშრომლების მაღალი წარმომადგენლობა
სავარაუდოდ მომავალში შენარჩუნდება, რადგან ქვეყნის მთავრობას LGBT ჯგუფის დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, რომელიც ისევ LGBT პირების ლობირებას მოახდენს. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ქრისტიანი კანდიდატების ნაცვლად შოტლანდიის საჯარო სექტორში უფრო ხშირად იღებენ სამსახურში არარელიგიურ პირებს. სტატისტიკა მომზადებულია სახელმწიფო სამსახურის ხალხის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გაერთიანებული სამეფოს საჯარო სექტორში. მონაცემების მიხედვით 2024 წელს LGBT თანამშრომლების 51.8% მაღალ ეფექტიან ან გამორჩეულ თანამშრომლად შეფასდა. მაშინ, როდესაც ჰეტეროსექსუალი საჯარო მოხელეების 55%-ზე მეტმა მიიღო იგივე შეფასება, თუმცა მაინც LGBT პირებს ბევრად უფრო ხშირად აწინაურებენ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრანსგენდერ და ტრანსგენდერული ისტორიის მქონე თანამშრომლებს საშუალოდ 10.6 სამუშაო დღე აქვთ გაცდენილი ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით. მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ჰეტეროსექსუალ თანამშრომლებში 7.2 დღეს შეადგენს. შოტლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის საკუთარი თანამშრომლების დივერსიფიკაციის ზრდას ერთგულად უჭერს მხარს. ეს გასაკვირი სულაც არ არის. შოტლანდია ევროპაში LGBT პირებისთვის პრივილეგიების მინიჭებით მოწინავე გახდა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ შოტლანდიის სასამართლომ საჯარო სამსახურებში ქალების კვოტით სარგებლობის უფლება ტრანსგენდერებს მისცა. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მოთხოვნით ედინბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მათ სამთავრობო ორგანოებში ადგილების ნახევარს დაიკავებდნენ არა მხოლოდ ნამდვილი ქალები, არამედ მათი იმიტატორი ტრანსგენდერებიც. მაშინ საბედნიეროდ მალევე გაირკვა, რომ შოტლანდიის პარლამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება ქალის განსაზღვრების გაფართოების შესახებ დაემტკიცებინა რაიმე სახის კანონი ლონდონის დასტურის გარეშე. შედეგად საქმე ლონდონის უზენაეს სასამართლოს გადაეცა. სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ოფიციალური ლონდონის საქმეში ჩარევას კი შოტლანდიის მთავრობა ეწინააღმდეგება. ხოლო მათთან ერთად ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს სასამართლო ტრანსგენდერ პირებს შეურაცხ ყოფს და დისკრიმინაციულია. ტრადიციული ამბავი LGBT დამცველებისთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება. შოტლანდიის მთავრობა მაინც კმაყოფილია იმით, რომ მათ ქვეყანაში LGBT პირთა უფლებები მნიშვნელოვნად განვითარდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანა ვართ მსოფლიოში. გაერთიანებულ სამეფოში შოტლანდია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხზე კონსულტაცია ჩაატარა. შოტლანდიაში 2014 წლის ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის აქტის მიღების შემდეგ ქვეყანაში პირველი ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაც შედგა, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიაში და საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. ერთნაირ სქესიან წყვილებს 2005 წლიდან შეეძლოთ ქვეყანაში სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება. 2014 წელს კი კანონმდებლობა მათ მისცა შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში ეს პარტნიორობა ქორწინებად გადაიქციათ. უფრო ადრე, 2009 წლიდან ერთნაირ სქესიან წყვილებს მიენიჭათ შვილების აღზრდის უფლება, რაც LGBT მოყვარული შოტლანდიური მთავრობის აზრით, ბავშვებისთვის მზრუნველი, ოჯახური გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა. ორი მამის ან ორი დედის ხელში თვლიან, რომ ბავშვი ჯანსაღი ფსიქიკის, უფრო მეტიც, ბედნიერი გაიზრდება. 2018 წელს შოტლანდიაში მიიღეს ისტორიული სექსუალური დანაშაულებების აქტი, რომლის მეშვეობითაც ოფიციალურად შეიწყალეს პირები, რომლებიც ერთნაირ სქესიან სექსუალურ აქტივობებთან დაკავშირებული იმ დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებული, რომლებიც წარსულში უკანონოდ ითვლებოდა. შოტლანდიის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს და ფინანსურად ბევრ, ვითომ LGBT უფლებებისთვის მებრძოლ ორგანიზაციას უჭერს მხარს, რათა გააუმჯობესოს LGBT ადამიანების ცხოვრება. მთავრობა ასევე მიზნად ისახავს ისეთი საკანონმდებლო აკრძალვის შემოღებას, როგორიცაა მაგალითად ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარება LGBT პირებისთვის. იქ თვლიან, რომ იყო LGBT სულაც არაა რაიმე ტიპის დარღვევა და პირიქით, ეს ჩვეულებრივი, ისეთივე მოვლენაა, როგორიც მაგალითად ჰეტეროსექსუალობა. ყოველ წელს შოტლანდია მასპინძლობს პრაიდ ღონისძიებებს, რომლებიც LGBT საზოგადოების აღიარებასა და მხარდაჭერას ეძღვნება. რა თქმა უნდა, აბა სადგაგონილა LGBT სიყვარული მარშების, LGBT ფესტივალების და პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერების გარეშე. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მათ შორის სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა აღნიშნოს LGBT საზოგადოების, როგორც თავად უწოდებენ, ისტორიული წვლილი შოტლანდიაში.
2021 წელს შოტლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც სასკოლო პროგრამაში სრულად დაინერგა LGBT ინკლუზიური განათლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა ასწავლის LGBT ურთიერთობებსა და ოჯახურ საკითხებს სექსუალური განათლების ფარგლებში, შოტლანდიამ გადადგა დამატებითი ნაბიჯი, რათა გაზარდოს ინკლუზიურობა და ცოდნა LGBT თემების შესახებ ყველა საგარდში. 2023 წელს შოტლანდიის მთავრობამ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს არაბინარული პირების წინაშე არსებული ბარიერების შემცირებას, განსაკუთრებით ჯანდაცვასა და სამართლებრივ სფეროებში. LGBT საზოგადოება შოტლანდიაში განაგრძობს აყვავებას, რაც მთელი ქვეყნისთვის სასიკეთოა. რა არის ფარული პროპაგანდის, LGBT პირების მასობრივად დაწინაურების, სკოლებში ინკლუზიურობის დანერგვის, ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების მხარდაჭერის შედეგი. შოტლანდიაში თითქმის 184,000 ადამიანი ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად აიდენტიფიცირებს თავს. ასეთ შედეგს აჩვენებს 2022 წლის მონაცემები. კვლევების მიხედვით 80,100-მდე 16 წელს გადაცილებულთა 1,76% თავს გეიდ ან ლესბოსელად მიიჩნევს, ხოლო 80,260-მდე ბისექსუალად. გარდა ამისა, 23,500 ადამიანს სხვა სექსუალური ორიენტაცია აქვს, მაგალითად პანსექსუალობა, ასექსუალობა ან ქვიარობა. კვლევაში 2022 წელს პირველად დაისვა კითხვები ტრანსგენდერულ იდენტობაზე. შედეგად 19,990 ადამიანმა აღნიშნა, რომ ტრანსგენდერია ან აქვს ტრანსგენდერული ისტორია. მონაცემებმა აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ადამიანების თითქმის ნახევარი 16-დან 24 წლამდეა. ესეთ შედეგი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული LGBT დღის წესრიგისა. შოტლანდიის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მსგავსი კვლევა 2021 წელს ჩატარდა. ინგლისსა და უელსში 16 წელს გადაცილებულთა 3,2%-მა LGBT საზოგადოებას მიაკუთვნა თავი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში 2,1%-მა. როგორც ჩანს, LGBT ლობისტებს შოტლანდიის ბოლომდე გადაგვარება აქვთ გადაწყვეტილი, რადგან ამ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ იმავე 2022 წლის ბოლოს ქვეყნის პარლამენტმა გაატარა რეფორმები, რომლებიც ამარტივებს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მათი იურიდიულად სქესის შეცვლის პროცესს. თანაც ისე, რომ ამისთვის გენდერული დისფორიის სამედიცინო დიაგნოზიც აღარ არის საჭირო. ჩათვალა კაცმა, რომ ქალია. ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე აძლევენ საბუთს, რომ ქალია. თანაც ამისთვის ასაკი 18-დან 16 წლამდე დასწიეს. ყველაზე საგანგაშო ამ მოვლენებში ალბათ მაინც ის არის, რომ ქვეყნის შეიძლება ითქვას, რომ გადაგვარებას მხარს უჭერს შოტლანდიის ეკლესიაც. სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ტრანსგენდერები ღვთის მიერ გაჩენილები და მისაღები ადამიანები არიან. შოტლანდიურმა ეკლესიამ ასევე აღნიშნა, რომ მათ არ უნდა აეკრძალოთ არც ეკლესიის წევრობა და არც საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა. მათივე აზრით, ტრანსგენდერი ადამიანები ასევე ღირსნი არიან პატივისცემისა და სიყვარულისა, როგორც ჰეტეროსექსუალები. თუმცა რატომღაც შოტლანდიის ეკლესია სრულად ივიწყებს და უგულებელყოფს სოდომურ ცოდვას. ჯერ კიდევ 2016 წელს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს უწყობდა ტრანსგენდერი და გენდერულად არატრადიციული ადამიანების საკითხების გაგებასა და ცნობიერების ამაღლებას. ქვეყნის ეკლესიამ ასევე ითანამშრომლა შოტლანდიის ტრანსგენდერთა ალიანსთან, რათა შეექმნათ პასტორალური დახმარების ბროშურა, სახელწოდებით მრავალფეროვანი გენდერული იდენტობები და პასტორალური ზრუნვა. ბროშურა მოიცავდა ეკლესიასთან დაკავშირებული ტრანსგენდერი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს. ყველაზე გასაკვირი ალბათ მაინც ისაა, რომ შოტლანდიის მთავრობის თუ ეკლესიის ღია LGBT მხარდაჭერას ფაქტობრივად არ აპროტესტებს იქ მაცხოვრებელი ჯანსაღი საზოგადოება. ჯერჯერობით ისინი ამ ყველაფერს იღებენ როგორც ჩვეულებრივ ამბავს. შედეგად LGBT ლობი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, სამომავლოდ შოტლანდიაში LGBT პირთა სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. ჰომოსექსუალებითა და ტრანსგენდერებით ასეთი აღტაცება და აღტყინება, რაც შოტლანდიაში ხდება, მართლა ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას სცილდება. ასეთი შიზოფრენია შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან ზამბარას, რომელსაც შოტლანდიის ლიბერალისტი მმართველები მთელი ძალით აწვევიან, აუცილებლად მოახდენს უკუქმედებას. შეუძლებელია საზოგადოების ჯანმრთელმა უმრავლესობამ მუდმივად ითმინოს უმცირესობის და თანაც სექსუალური უმცირესობის დიქტატი.
კვირაში 4 ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. წარმოიდგინეთ, რა დონის შეურაცხყოფაა, როცა გეუბნებია, რომ შენს მაგივრად ვიღაც ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი უნდა დააწინაურონ. არა იმიტომ, რომ უფრო მაღალი დონის პროფესიონალია ან საქმისადმი მეტი ერთგულებით გამოირჩევა. არა, მხოლოდ იმიტომ, რომ LGBT თემის წარმომადგენლებს შოტლანდიის ხელისუფლება განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევს, რომელთა გამრავლება და წახალისება ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. როგორც ჩანს, ევროპელი ფსევდოლიბერასტები ამ განსაკუთრებული ადამიანების გამრავლებას იქამდე აპირებენ, სანამ ეს გარყვნილება საზოგადოების უმრავლესობად არ გადაიქცევა. ასე რომ თუ შოტლანდიელმა ჰეტეროსექსუალებმა დროზე არ ამოიღეს ხმა, მერე უკვე ზამბარის უკუქმედებას საერთოდ აღარ ექნება ძალა. დროებით.